აი თავიდან როდესაც მომივიდა ეს ფიქრები, პირველი რეაქცია გაქვს ყოველთვის ესეთი არიცი რა გჭირს. მგონია რომ გიждები, მგონია რომ შიზოფრენია გაქვს, ეს არის გავრცელებული შიში ჩვენი, ანუ შიზოფრენია მაქვს. შემდეგ უკვე როცა იგებ რაღაცებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ანუ რა არის ობსესიური კომპულსიური აშლილობა, შემდეგ უფრო წყნარდები, მაგრამ ეს მაინც არის შფოთვითი აშლილობა და ოდნავი მიზეზიც კი აი რაღაცა ეპიზოდი შენ ცხოვრებაში და უცებ შეიძლება დაგებადოს რაღაცა აზრები, გააზვიადებ რაღაცას საკუთარ გონებაში და ესე იგი ფანტაზია აქვს რა, ისეთი ფანტაზია რომ 1000-ნაირი რამ შეიძლება იფიქროს. რაც შეეხება იმ შიშს, რა შიშიც მე მქონდა, ან მაგ შიშის გამო იმდენად ცუდად ვიყავი ხოლმე, ისეთი პანიკური შეტევები მქონდა. სასწრაფოს ვიძახებდი ხოლმე რა. და სიმართლე რომ გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი უკვე ეს რა არის, მაინც ანუ იმდენად ისეთი ვერაგი რაღაცაა, რომ ისეთ რაღაცაზე გირტყავს, რაც შეიძლება რომ დაიჯერო მაქსიმალურად. შეიძლება დაიჯერო, რომ ესე მოხდება უეჭველი. ამას გაფიქრებინებს. რაც შეეხება ცხოვრებას ამ ყველაფერთან ერთად არის საკმაოდ რთული, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ შეუძლებელი. პირველ რიგში უნდა ისწავლო შენ თავის მართვა, რადგან ყველაზე კარგი საშუალება იმისა, რომ შენ რაღაც გადალახო არის შენი თავი და მე უკვე ეს ფსიქოლოგები და ფსიქიატრები და ასე შემდეგ. ეს ნივთები ერთმანეთის სიგრძეზე არ დავდე ისე რომ გაუთანაბრდეს რაღაც მომივა. მაგალითად ეს ამ დროს ამ საათზე თუ ეს არ გავაკეთე, რაღაც დამემართება, რაღაც ცუდი მოხდება. ჩემს საყვარელ ადამიანს დაემართება და აი ეს აკვეტებული აზრები ესე ტრიალებს თავში. თუ რა თქმა უნდა აყევი მე უარესია. ასე რაიმე ტექნიკა ზოგადად ამ საერთო ჭრილში რომ განვიხილოთ არ არსებობს, არ გამოგონიათ, ვერც გამოიგონებია, იმიტომ რომ ყველას ინდივიდუალურად თავისებურად აქვს, მაგრამ როდესაც ფიქრობ და ხვდები, რომ მსგავსი ფიქრები მიტრიალებს გონებაში, ყოველთვის ვცდილობ, რომ ეს ჩემი ხასიათი გამოვისწორო, გადავიტანო ყურადღებას სხვა რაღაცაზე და ურეკო მეგობარს, ვყურებ სასიამოვნო ფილმებს. ეს ყველაფერი მეხმარება, რომ გონება ავამუშაო და გადავრთო სხვა რაღაცაზე. ძალიან ბედნიერი რომ ვარ, მაშინ მირტყამს ხოლმე პირდაპირ